მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ სამი ყველაზე გავრცელებული მითის შესახებ პოდოლოგიაში. ერთ-ერთი გახლავთ ფრჩხილის ფირფიტაზე ფერისწვირება, რომელიც მუდმივად ასოცირდება სოკოვან ინფექციასთან, ანუ ონიქომიკოზთან. ეს გახლავთ მითი, რადგან ფრჩხილზე არსებული სტრუქტურული, ფერის თუ სისქის ცვლილების დროს საერთოდ შეიძლება არ ამოგვეთოს სოკოვანი ინფექცია. მეორე მითი გახლავთ ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა სალონურ პირობებში. ეს გახლავთ დიაგნოზი, რომელიც უნდა მართოს ექიმმა კლინიკაში სტერილიზაციის ყველა ნორმის დაცვით. მესამე მითი გახლავთ მტერზე არსებული მკვრივი კონსისტენციის უხეში ზედაპირით დაფარული წარმონაქმნი ყოველთვის ასოცირდება კოჟრთან, ეგრეთ წოდებულ მაზოლთან. ამ დროს შესაძლოა გქონდეს ვირუსული წარმოშობის დიაგნოზი, რომელიც არასწორი მკურნალობის შედეგად შესაძლოა გაღრმავდეს და გავრცელდეს. მოგმართეთ თუ გაწუხებთ აღნიშნული და სხვა ჩივილები მტერთან და ფრჩხილთან დაკავშირებით.